გადიგა მოდიგა ბედეკუთანო მე შენიც ქერით ნაღველი მშორდება ვანიღი დავგულღი არ უთხარო იქნება სულ ეს ხვალ ჩემი ოცნება ფუტკარი დედამიწაზე ადამიანის გაჩენამდე რამდენიმე მილიონი წლით ადრე ცხოვრობდა. ჯერ ველურად, შემდეგ კი უკვე სკაში. საქართველოს ტერიტორიაზე მოშინაურებული ფუტკრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 401 წლით დათარიღებულ მატიანეში გვხვდება. მე დემეტრე ერგემლიძე ვარ და დღეს ფერმაში ყველაზე გამრჯე და სასარგებლო მწერის ამბავს მოგიყვებით. პირველყოფილი მეფუტკრეები მხოლოდ ტყეში თაფლზე ნადირობით შემოიფარგლებოდნენ. არავინ იცის, როდის მოიშინაურა ადამიანმა ფუტკარი, თუმცა ზუსტად ვიცით, როდის იწყება თანამედროვე კულტურული მეფუტკრეობის ეპოქა. ეს 1814 წელია, როდესაც ასეთი ჩარჩოიანი სკები გამოიგონეს. მას შემდეგ ყველა სპეციალისტი ერთხმად ამტკიცებს, რომ ფუტკრის მოვლასა და გამრავლებას განსაკუთრებული განათლება სჭირდება. დღეს ჩვენ ალტერნატიულ აზრს მოვისმენთ. საგარეჯოში ცხოვრობს ფერმერი ნიკოლოზ ოსიყმიშვილი, რომელიც ფუტკარს პრიმიტიული ხერხებით თოვლის. მისი მიდგომები შეიძლება ბევრისათვის რევოლუციური ან საკამათოც კი იყოს. მე ძალიან მაინტერესებს, როგორია ჩვენი გადაცემის დღევანდელი გმირის უჩარჩო მეფუტკრეობა და რატომ ფიქრობს ის, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე მოყვანილი თაფლი ბევრად უფრო სასარგებლო და გემრიელია. ბატონო ნიკოლოზ, თქვენი თავი მე წარუდგინე მაყურებელს და უთხარი, რომ თქვენმა მიდგომებმა ქართულ თანამედროვე მეფუტკრეობაში შეიძლება რევოლუციაც კი გამოიწვიოს, იმდენად განსხვავებულია. მე ასეთი მეთოდი უჩარჩო მეფუტკრეობა მინახავს მხოლოდ ინტერნეტში, მინახავს მხოლოდ იაპონიის მაგალითზე. უფრო კარგად რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს უჩარჩო მეფუტკრეობა და რისთვის არის ეს კარგი? პრინციპში აქ სიახლე მაინც რო თქვა არ არის საქართველოს ყოველთვის იყო უჩარჩო. ჯარები, გეჯები მაღალმთიან აჭარაში მგონი ახლაც არის. მოდით მივიდეთ სკასთან და უფრო დეტალურად და ვიზუალურად კარგად ნახავთ, რაზე არის საუბარი. ეს არის თქვენი სკა, რომელშიც არაფერი არ ხდება. ეს თამასებია და ამ თამასებზე აშენებს ფუტკარი. აი ამ ჭრილში? ამ ჭრილში კი ამაში ფიჭას. ამას უნდა წაუსვათ რამე იმისაც რომ ფუტკარი მიხვდეს, რომ სწორედ ამაზე უნდა აშენოს ფიჭა. ამაში სანთელია ჩასხმული. აშენებენ მე ეს ერთმანეთს პარალელურად. უკვე შიგნით სიცარიელია, ფაქტობრივად ფუღუროა, კი, ფუღუროა. და ეს მაქსიმალურად უქმნის იმიტაციას, რომ ეს არის ბუნებრივი გარემო მისთვის. კი. სკაში მთავარი არის ვენტილაცია. ჰაერაცია, რომელსაც აი ეს ბადე უზრუნველყოფს. სანამ თქვენთან ჩამოვიდოდი, მე სხვა მეფუტკრეებთანაც გავიარე კონსულტაცია და მათ აქვთ ესეთი შეხედულება, უბრალოდ მათ ვისაც მე ვესაუბრე, რომ ჯობია ფუტკარს გაუკეთოს ჩარჩოები, კონდეს იქ ხელოვნურად შექმნილი ფიჭა, იმისათვის რომ ფუტკარმა ის ენერგია, რაც ფიჭის შექმნას უნდა მოახმაროს, ჯობია გამოიყენოს თაფლის დასამზადებლად. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ჩარჩოები რატოა ცუდი? ჯერ ეგეთი ჩარჩოებს დრო და დრო გამოცვლა უნდა, ხო? ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვიდულობ ჩარჩოს, ფიჭას. და ამ სულ ყველაფერს ფუტკარი შეიძლება ფუტკარმა ააშენოს, 2-3 დღის მოგვიანებით. ანუ 2-3 დღეს დაახლოებით კარგავს ამ ფიჭის. მოგინაც 5 დღის განმავლობაში, მაგრამ იმდენი პლუსი აქვს უკვე იმასთან შედარებით ჩარჩოებთან. უკვე ვაში მინუსებზე ვეღარ ილაპარაკე. მოდი ამ პლუსებზეც ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ, თუ კი მე მაგალითად დამწყებ მეფუტკრეს, მინდა რომ თაფლის წარმოებას მივცე ინდუსტრიული ხასიათი მქონდეს, რაოდენობრივად ბევრი თაფლი. ასე თუ მიუდგებით თაფლის წარმოებას, რამდენად გამართლებული იქნება უჩარჩო მეფუტკრეობა? შეიძლება აქ უფრო მეტი მოიტანოს თაფლი ფუტკარმა, იმიტომ რომ ხშირად იხსნება ის სკები, ყოველ გახსნაზე სადღაც 3-4 დღე სტრესულ მდგომარეობაში ფუტკრის ოჯახი დაავადებებს იწვევს ეს ყველაფერი. მინუსები ძალიან ბევრია. რით განსხვავდება ასეთი ფორმით მოყვანილი თაფლი აი ტრადიციული, უბრალოდ გავრცელებული ფორმით მოყვანილი თაფლისაგან? შემოტანილი ნექტარი იქაც და აქაც ერთნაირია, ხო, ნექტარია, მაგრამ აქ ფუტკარი ასხავს ნექტარს
თავისაშენებულ ნატურალურ ფიჭაში იმ ჩარჩოიან სკებისგან განსხვავებით. და გემოვნურ თვისებებს უცვლის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის ნავთობპროდუქტია, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თქვენთვის ექსპერიმენტი, რამდენი ხანია რაც დაიწყეთ ასეთი ფორმით ფუტკრის მოვლა? 2 წელი იქნება. შედეგები მიიღეთ უკვე? კი, რა თქმა უნდა, თაფლი ამოვიღე. როგორი იყო? გადასარევი. ბატონო ნიკოლოზ, გულწრფელად რო გითხრათ, ყველა ფერმერი სადაც ჩავდივარ და ვისაც სტუმრობ, მეუბნება, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია არის განსაკუთრებული და ძალიან კარგი ხარისხის. აი მე მაგალითად როგორც მომხმარებელს რა ბერკეტი მაქვს იმისათვის, რომ შევამოწმო, რომ თქვენი თაფლი მართლაც ესეთი განსაკუთრებული და სასარგებლოა. ერთნაირ პროდუქტსაც რო ვიღებდეთ ამაში სამჩენსკაში და იმ ჩარჩოიანსკებშიც. უკვე ის არ ვარ იმიტომ რომ იმისთვის რაღაც დროის შემდეგ მაინც უნდა იყიდო ის ჩარჩო, უნდა იყიდო ის ფიჭა არა, პარაფინი. ნუ ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგრამ ერთნაირს არ ვიღებთ და რატო? არის ეს ჩემი ჯგუფი ამ მეფუტკრეობაზე. ჯგუფისა სოციალურ ქსელში? კი, Facebook-ზე. და იქ ვისაც სულ შეუძლიათ აიკითხოს, გაიგოს, ცხრილია იქ ჩამონათვალია, რამდენჯერ უარესია ჩარჩოიან სკებიდან ამოღებული თაფლი, გამოწურული თაფლი აქ დაწურულ თაფლთან შედარებით. და იქ გამოდის ასოც 100-ჯერ და უფრო მეტჯერ უარგისია ვიდრე აქ მოპოვებული თაფლი. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ბატონო ნიკოლოზ. არა, ეს ჩემ მოგონილი არ არის, შეუძლია ეს მოიპოვოს ნებისმიერ, წაიკითხოს ჩემთან არის ეს ინფორმაცია. აი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი რომ და რატო? დაბეჭდილია სანთლისგან, ხო ეს ჩარჩო. და რო გამოიწუროს, თუ ჩადო ციფრუჩი, თო ცენტრიდან ძალიან მას დაბერვით რო გამოიწუროს, ეს უნდა ჩამოეჭრას. აი რაც იჭრება, აი იმაში რჩება ზუსტად სასარგებლო ნივთიერებები, რის გარეშეც ის თაფლი ხდება 100-ჯერ და უფრო მეტჯერ უარგისი. ნუ აღარ ვიცი ხა იმას რა ქვია თაფლი თუ რა. თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს მოყვანილი თაფლი საკმაოდ კარგი ხარისხის არის, ისეთი ფორმის მოყვანილიც და ალბათ ასეთი ფორმის მოყვანილიც. არ ვიცი, მე გითხარით ახლა და კარგი თქვენ. გერგერც არავინ არ ამბობს, რომ საქართველოს თაფლი ძალიან კარგია, საქმედან ვერ გაქვს თაფლი ვერსად. და მეორეც მართლა არის ესეთი რაღაც ვერაფერი არ მომიგონია. რისი ცოდნა სჭირდება მეფუტკრეს იმისათვის, რომ ასეთი ფორმით მოუაროს ფუტკარს? აი ამ მეფუტკრეობაში ცოდნა არ არის საჭირო. ცოდნა არ არის საჭირო? არ არის, რაც უფრო ნაკლები იცით, აი მეფუტკრეობიდან უფრო უკეთესია. ადამიანი აკეთებს თავის საქმეს და მინდობილებს ყველაფერი ფუტკრისთვის. აქ მიდიხარ მარტო თუ ღალიანი არ არის წელი, რა თქმა უნდა, მიცე საკვები და თაფლის ასაღები. მეტი არ არის საჭირო სკასთან მისვლა. თუმცა თანამედროვე მეფუტკრეების უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ პირიქით მეფუტკრეობაში ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდე, დაავადებებთან ბრძოლა, მავნებლებთან ბრძოლა, როგორ ამოვიღოთ თაფლი თუნდაც, როგორ რაღაც შეუქმნათ რაღაც გარკვეული პირობები. თქვენ კიდე ამბობთ, რომ მეურნეობაში სულ რამდენიმეჯერ უნდა შეხვიდეთ წელიწადს განმავლობაში. არ ვიცი, ახლა საქართველოში რამდენად იცის ეს რა დაავადებები, ჯერეგერ დაავადებები რატო უნდა იყოს, ხო? რატო უნდა წყდებოდეს ფუტკარი? არა, აქვს თქვენ ფუტკარს დაავადებები. იმას რაც ადამიანმა არ მიხედა. კრაზანა არსებობს ეს მარტო ხელა ფუტკრები, არსებობს ეს ნაირსახეობა. რატო არ გაწყდა? იქნება იმიტომ, რომ ადამიანს იქამდე ხელი არ მიუწვდა იმის სამკურნალოდ. ფუტკარს შეუძლია თურმე გაიხანგრძელოს სიცოცხლე 5-ჯერ, 6-ჯერ. არ მგონია ახლა იმას ადამიანმა ასწავლოს, როგორ უნდა აშენოს და რა უნდა გაეკეთოს. და საერთოდ ფუტკარი ძალიან ამტანია და მე მგონი უფრო ძალით შეყვავს იქ დაავადებები. და ის სკების ჩარჩოინსკები, რასაც ქვია. მე იმაჩნია, რომ ეს არის ამ დაავადების ბუდე. აფარებენ ამ ჩარჩოებს ნაჭერს. კი, დათბუნებისთვის იმისათვის, რომ ნუ ნაჭერს არ ვიცი, რატო აფარებენ, საიდან მოიგონა და ვინ მოიგონა, ესე გადაეცება წლობიდან წლობი, ბაბუიდან შვილზე, შვილიდან მამამ. ბალიშებიც მინახავს. ბალიშებიც, კი. დინდგილით აქვს ფუტკარს ამოვსებული. ეს იმიტომ კი არ მეც საქმე არ აქვს ფუტკარს. ეს გაგრძნობინებს ფუტკარი რომ არ ჭირდება მაგას ეს გამჭოლი მასალისგან ზევიდან დახურებული რაღაც. მაინც ჯიუტად ისევ აფარებენ ამას, ამ ნაჭერს ფუტკარი ისევ ავსებს ამას დინდგილით და ხო დროს კარგავს. ცელოფანს გადააფარებს და აღარ იქნება საჭირო ეს ნაჭერი და აღარც იმაზე იზრუნებს ფუტკარი რომ ის დინდგილით ყოველ წელს თითქოს ეს საჭირო იყოს, არ ვიცი რა შეიძლება საჭირო. თუმცა ეს ალბათ იმისთვის არის აუცილებელი, რომ ტემპერატურა შეინარჩუნოს სკაში. რა შეიძლება ტემპერატურას? საერთოდ ნახეთ სკებში ძირი არ აქვს საერთოდ სკაში. ესე იგი, რაც გარეთ არის ტემპერატურა, იგივეა შიგნით. თვითონ იჭერს ფუტკარი ამ ტემპერატურას და არა ჩვენი რაღაც დახმარებით, რაღაც ბალიშებით და არ ვიცი კიდე რაღაც სისულელეები. საქართველოში გავრცელებულია ბევრი დაავადება, მაგალითად კიპა, პარატიფი, გნებავთ ტილი ფუტკრის. ამ ყველაფერს როგორ ებრძვით თქვენ მეურნეობაში? მე არაფერს არ ვიბრძვი, იმიტომ ესეთი რაღაც არ შეემჩნევია. კიპა. არ ვიცი, ძალიან შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამომიდეს, მაგრამ აი ეს უძირო სკები, მე მგონი ერთ-ერთი გამოსავალი ამ კიპასთან საბრძოლველად, კი. იყრევინოს თვითონ ფუტკარი. ანუ ფუტკარი ებრძვის ტკიპას მარტივად კი, ებრძვის, ესე იგი ყრის ამ ტკიპას დაბლა. აი იმ ჩარჩოიან სკებში ძირი როცა აქვს ყრუ, ჩამოორდნილი ტკიპა ეცემა ძირზე და ადის ისე უკან ბრუნდება. თქვენ შემთხვევაში?
ჩემ შემთხვევაში რახან ბადი აქვს ხო ამოკრული, იმაში ვარდება და უკან ვეღარ არის, იმიტომ რომ ტინის სადგომებია და დაბლა აქვს ასმული მაზუთი. თუმცა ტკიპას გარდა არსებობს ბევრი დაავადება, რომელსაც მეფუტკრეები მკურნალობენ რაიმე მედიკამენტებით, ანტიბიოტიკებით. თქვენ როგორ უდგებით მათთან ბრძოლას? ტკიპას შემოგვაქვს სკაში 18-მდე დაავადება. ესე იგი ტკიპა თუ არ იქნება, პრინციპში არანაირი დაავადება არ უნდა იყოს სკაში. იცით თქვენს მეურნეობაში ბევრი უცნაური ისეთ ნივთი შევამჩნია, რომელიც სხვა საფუტკრეებში არ მინახავს. შეგიძლიათ დამათვალიერებინოთ და მითხრათ როგორ არის? რისთვის არის. აქ მაქვს გაკეთებული ეკრანი. დავინახო ის რაც იმ სკებში ხდება, საერთოდ სკაში რა ხდება. ვიზუალურად შეგვიძლია და კი. აი. ეს არის ის ფიჭები, რომელსაც ისინი ბუნებრივად აშენებენ, ხო? კი, ეს ძველი ფიჭებია, მაგრამ ჯერჯერობით ფიჭები ჩავდგეთ. აი ეს უკვე ეს თეთრები, ეს უკვე ამათი აშენებული და ესე ამაზე მიაკრავენ ესე, ჩამოდიან ბოლომდე თითქმის სადღაც 1.5 სანტიმეტრის ტოებენ დაბლა ფსკერამდე და ესე მიყვებიან იქით ბოლომდე. თქვენ ასეთი ფორმით აკვირდებით პროცესს, რაც ხდება სკაში. კი. აქ არის საინტერესო თემა კიდე ფუტკრის მკურნალობა. აპი აეროთერაპია. აპი აეროთერაპია. კი, აპი ფუტკარი, აერო გასაგებია, თერაპია გასაგებია. სკის ჰაერით მკურნალობა პირველად. ბევრ ქვეყანაში მკურნალობენ ძალიან ბევრ დაავადებებს, გოსის ხდარღვთა, კუჭნაწლავი, ნერვული სისტემა, სასუნთქი, არხები თუ გზების არ მახსოვს, ასთმას, ძალიან ბევრ დაავადებებს მკურნავს. და როგორი ფორმით ხდება ეს? მე განახებთ ახლა როგორ ხდება. მე მოვიტან მილს. კი. და აი გაგასინჯებთ, აი გასუნთქებთ ამ სკის ჰაერით. ძალიან საინტერესო. ერთ წუთით. ესე სანამ ბატონი ნიკოლოზი დაბრუნდება, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. მე ერთ პირველად გავიგე თითქმის ყველაფერი, რაც დღეს ვნახე და შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან საკამათო იყოს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს, რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი, რამდენად რეალისტურად შეიძლება განხორციელდეს იდეები, რომელსაც ბატონი ნიკოლოზი თავის მეურნეობაში ახორციელებს. მე მიხარია რომ გაგაცანით მეფუტკრე, რომელსაც განსხვავებული მიდგომები აქვს ქართულ მეფუტკრეობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ეს ექსპერიმენტები დაადასტურებს იმას, რომ შეიძლება მეფუტკრეობაში ბევრი რამის ცოდნა სულაც არ არის საჭირო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ფუტკარს მოუაროს ახლა კი. დავალოდოთ მილს და ვისუნთქოთ სკის ჰაერი. ძალიან მაინტერესებს როგორი გემო ექნება მას. ესე იგი, აპი აეროთერაპიისთვის ჩვენ გვჭირდება ბადე. ეს რისთვის არის? იქიდან ფუტკარი ვერ გამოყვეს. ფუტკარი ვერ შეფრინდეს. კი. ახლა მილი? აი აქედან გავაკეთოთ, აქედან უფრო კარგად გამოჩნდება. ამას ახლა გამოაძრობთ აქედან და შეისუნთქავთ. ჩვეულებრივ ისუნთქეთ, მაგრამ ნელ-ნელა. ეს არის რაღაცა მდიდარი ფიჭის, თაფლის არომატი. მართლა საინტერესო ბიზნეს იდეაა, რომ სადმე დავდგათ ესეთი სკები და ადამიანებმა ისუნთქონ სკის ჰაერი. მე აქ დაგემშვიდობებით, მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ და ყველა ის წამოწყებული საქმე, რომელიც გაქვთ, ყველა ის ექსპერიმენტი მინდა რომ წარმატებულად დასრულდეს. მადლობა. აქ დავემშვიდობები ნიკოლოზ ოსიყმიშვილს, მე კი სხვა საგარეჯოელი მეფუტკრეები მელოდებიან, ერთად წავიდეთ და ვნახოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონში ამ დარგის განვითარება. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ. გამარჯობა ბატონ დემეტრეს, როგორ ძარდებით? არა მიშავს, გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს, ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ გაინტერესებს რა ხდება საგარეჯოში მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით. ყავს 4 ძალიან ძლიერი კოოპერატივი მეფუტკრეობის მხრივ. აქედან ერთმა კოოპერატივმა, რომელსაც ბატონი თენგიძე ხელმძღვანელობდა თქვენ შეგახვედრებთ ახლა, არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი კორპისაგან გამოცხადებულ კონკურსში, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და 15000 ევროს დაფინანსება მიიღო. გამარჯობა. ილია სიფროშვილი და თენგიზ სონაშვილი. სასიამოვნოა. მე მაინტერესებს რა გჭირდებათ თქვენ იმისათვის, რომ თქვენი წარმოება გახდეს უფრო პროდუქტიული, გახვიდეთ მოცულობებზე და რეალიზაციაც არ გაგიჭირდეთ. პირველ რიგში ფუტკარმა რომ მოსავალი მოგწეს თაფლი, ამისათვის საჭირო არის საკვები ბაზა. ჩვენ ტერიტორიებზე საკვები ბაზის ძალიან სიმცირე არის. რა გუშლის იცი კიდო ხელს რომ ძალიან უყაირათოდ ხდება მიწების გაყიდვა, გაქირავება, იჯარით და არენდით გაცემა. ათეული წლებია, როცა დაკანონებულია და ითვლება, რომ აი ეს თქვათ, ეს ფართობი არის საძოვარი და არა სახნავს ათესი.
იმიტომ რომ იქ არ მოდის ის მოსავალი, მაგრამ როგორც საძოვარი, უნიკალური ბალახები მოდის, რომელთაც ფუტკარი სარგებლობს და მაღალი ხარისხის თაფლს იძლევა. დღესდღეობით, ხო, უკვე აღარ არსებობს თითქმის საძოვარია, სახნავია. ძალიან ესე ქაოსურად ხდება ყველანაირი მიწის არენდით გაცემა და გაყიდვა. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, ამაშია ჩართული როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აი თქვენი მხრიდან რა შეგვიძლიათ? ეხლა ეს საკითხი, რომელიც ბატონმა თენგიდმა დააყენა, ეს არ არის მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის საკითხი. თაგორიანი ქვეყანა ვართ, 56% თაგორიანია ჩვენი ქვეყნისა და ძალიან მცირე სავარგულები გაგვაჩნია. მაგრამ ამ დარგის აღორძინებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია იმ სცენარების მოყვანა, რომელიც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას ჭირდება. არის დაავადების გავრცელების საშუალება. აი რომელი დაავადებაა ესე ვთქვათ ყველაზე აქტიურად გავრცელებულია? ყველა არ აქცევს ყურადღებას, თავის დროზე არ მკურნალობს. ვცდილობთ რომ შემოდგომით და გაზაფხულზე აუცილებლად დავამუშაოთ სკები. ტკიპი ახლა აქვეითებს მუშა პოტენციალს, ანახევრებს და ამესამედებს მოსავალს და ამიტომ ვცდილობთ რომ სულ ჯანმრთელი სკები ყავდეს. სანამ თქვენთან მოვიდოდი, მე ვიყავი სტუმრად ნიკოლოზ ოსიყმიშვილთან, თქვენთან ახლოს ცხოვრობს ძალიან მეფუტკრე, რომელსაც სრულიად სხვანაირი მიდგომა აქვს აი ამ ტკიპთან ბრძოლასთან დაკავშირებით. მას ქვემოთ აქვს სკაზე ბადე და ფუტკარი თვითონ ებრძვის ამ ტკიპს, როგორც მე მივხვდი, შემდეგ იყრება ისინი ქვემოთ და ზემოთ ვეღარადიან. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ მეთოდთან დაკავშირებით? ჩვენ ახალ მეთოდებს არ ვეძებთ. ჩვენ ვღებულობთ და ვსარგებლობთ იმ მეთოდებით, რომელიც არის აპრობირებული და მიღებული მთელ მსოფლიოში. და წლებით გამოცდილი. სრულიად ვეთანხმები ბატონ ილიას. იგივე ბატონ ნიკოლოზის მეურნეობაში ნახე რომ ჩარჩოებსაც საერთოდ არ იყენებს. ამ შემთხვევაში რა არის განსხვავება თქვენსა და მას შორის? რაშია იცი საქმე? კი, შეიძლება ეგრე იმუშაოს, ოღონდ სამრეწველო საფუძვლებზე გადაიყვანო მაგ მეთოდით სკები და შენ გაავევრო თაფლის მიღების და პროდუქციის რაოდენობა ცოტა რთულია. იგივე სკების გამრავლება ცოტა რთულია. ამიტომ რაც არის ჩვენთან ეს 12 ჩარჩოიანი სკები, მიჩვეულიც ვარ და ამართლებს კიდევაც. ბოლოს მითხარით როგორია თქვენი თაფლი? ხომ არ შეგიმოწმებიათ ლაბორატორიულად, ხომ არ იცით როგორია მაშინ? საუბედუროა. ანტიბიოტიკების შემცველობა ასე შემდეგ. საქართველოში ჯერ ლაბორატორია არ არსებობს. შარშან მოხდა ესეთი ამბავი, რომ წინა წლის მოსავალზე მოვიდნენ ჩემთან სურსეთის ეროვნული სააგენტოდან და აიღეს მასალები, შეაგროვეს კახეთის მასშტაბით და უნდა გავასინჯოთ, გავიგოთ როგორი თაფლი არის. დღემდე არ არის პასუხი და არ მიმიღია, კაი იყო თუ ცუდი. მე გპირდებით რომ როდესაც ჩავალ აუცილებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოდან გამოვითხო ამ ინფორმაციას და გავიგებ როგორი ხარისხის იყო თქვენი თაფლი. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა, ახლა კი ფერმის მაყურებელი უკვე ჩვენი გადაცემის სიუჟეტებს ნახავს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა თამთა წერეთელმა მოგვიმზადა. მეფუტკრეობის დარგი ძველი შუმერის, ეგვიპტის და თვით ბიბლიური დროიდანაა ცნობილი. ფუტკარს ძველად თაყვანსაც კი სცემდნენ და სიცოცხლისა და ძლიერების სიმბოლოდ თვლიდნენ. საქართველოში მეფუტკრეობა ოდითგანვე ერთ-ერთი უძველესი და მაღალშემოსავლიანი დარგი იყო. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში კოლხეთში ქართველთა ტომები უკვე სარგებლობდნენ შინაური მეფუტკრეობის პროდუქტით. არქეოლოგები იმასაც კი ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე 2000 წლით ძველია. საქართველოში მეფუტკრეობას საკმაოდ ბევრი მისდევს, თუმცა ქართველ მეფუტკრეს წინაპრებისგან გადმოცემული ცოდნის გარდა ახალი ტექნოლოგიების ათვისება სჭირდება. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამა EMPARD ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მას საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam 2014 წლიდან ახორციელებს. Oxfam კონსორციუმის წევრ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში კოოპერატივების შექმნაზე მუშაობს და წვრილ ფერმერებს ეხმარება მათი რესურსების გაერთიანებაში, უფრო დიდ ბაზრებზე გასვლაში და პროდუქციის ფასის გაზრდაში. მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა. ზოგი ფუტკართან ურთიერთობას ფილოსოფიასაც კი ეძახის. დღეს ჩვენ შავში იმისთვის ჩამოვედით, რომ ფუტკარი ვითხრს რომელი მეფუტკრეები და მათი გაერთიანება გაგაცნოთ.
კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა და ის 6 წევრისგან შედგება. რამდენიმე ფერმერმა ბიზნეს გეგმა შეადგინა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო და ემპარდის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაც მოიპოვა. ამის შემდეგ შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც შერეული ტიპის თაფლს აწარმოებს. პროექტში ევროკავშირის წილობრივმა მონაწილეობამ 74% შეადგინა, მეფუტკრეებმა კი მხოლოდ 26% დააფინანსეს. მივიღეთ მონაწილეობა და შევადგინეთ ბიზნეს გეგმა, ჩვენი ხედვები წარუდგინეთ და დაისახურა მოწონება და გავედით გამარჯვებულთა ჩამონათვალში. შემდეგ ყოველი ამისა დაიწყო უკვე დატრენინგება, ლეგალურ ბაზაზე შეშვრისთვის მომზადება და მოვედით დღევანდელ დღემდე. შევძელით ამ საწარმოს აშენება, შევიძინეთ ახალისკები, შევიძინეთ სატრანსპორტო საშუალება და აღჭურვეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩვენი საწარმო. ფუტკართან ურთიერთობა რომ ფილოსოფიაა, ამას მშაველი მეფუტკრეებიც იზიარებენ. მათი აზრით ფუტკარი ძალიან ჰგავს ადამიანს და მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. მეფუტკრეობა ძალიან საინტერესოა. თვითონ ფუტკარი არის რაღაც უნიკალური მწერია. არის საზოგადოებრივი მწერი, მარტო ერთი ინდივიდი ვერა ცოცხლობს. იმათაც თავისებური კოოპერატივი აქვს რა და თვითონ იმად გიგარნახეს რომ კოოპერატივი შეგვექმნა. ჯერ ერთი უნდა გიყვარდეს ფუტკარი, რომ ფუტკართან იმუშაო. რო გიყვარს იმდაც საინტერესოა უკვე რომ თვითონ გიტაცებს ყველაფერს, რითი უნდა შეუწყო ხელი, რომ იმანაც როგორც შენ ასეამოვნებ ფუტკარს, ისე გასეამოვნებს. ფუტკარი არის ღმერთის საჩუქარი, ადრე ესე იტყოდნენ. მეფუტკრეებს ამჟამად 160-მდე სკაუთ. სამომავლოდ ამ რიცხვის გაორმაგებას აპირებენ. უკვე ზრუნავენ მათი თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და პროდუქციის გამოშვებას და ეტიკეტირებას მომავალი წლისთვის გეგმავენ. მშაველი მეფუტკრეების გაერთიანება ფუტკრის ოჯახს გავს. კოოპერატივის წევრები ერთად შრომობენ იმისთვის, რომ საკუთარი საქმე ბიზნესად აქციონ და ბაზარზე წარმატება მოიპოვონ. თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში 15 და 16 ოქტომბერს თბილისი მოლმა ყველის გამოფენა გაყიდვას უმასპინძლა. გამოფენაზე საქართველოს რეგიონებიდან უძველესი ტრადიციების მქონე სხვადასხვა სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი. ვართ ყველის გილდიის წევრი, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ახლა თავი ყველი, ტენილი ყველი, სახლში გაკეთებული ოჯახის თქმით გამომწვარი პური, თავშვის ყველი. ყველა ფესტივალზე ვიღებ მონაწილეობას. ეს არის თხის ყველი, თეთრი წყაროდან, მაქვს ჩვეულებრივი ყველი, არის სულგუნი, ასევე შებოლილი. ამ ეტაპზე ხალხის ინტერესი გაჩნდა საერთოდ თხის კულტურის მიმართ, კარგია უფრო განვითარდება, მეტად ასეთი ფესტივალების შემდგომ გაცნობიერდება ხალხი. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ყველის ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები და საქართველოში წარმოებული ევროპული ყველის ანალოგები. არიან შავიდან, არიან თათუშეთიდან, კახეთიდან. არის სხვადასხვანაირი ყველი წარმოდგენილი, არის დამბალხაჭო, არის ძროხის გუდა, არის წყლის გუდა, არის მესხეთიდან წარმოდგენილი ქალბატონი გალინა ინდასალიძე, მას აქვს ტენილი, აქვს ასევე ფაშვის ყველი. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა უძველესია. მსგავსი ღონისძიებებით სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღდგენას ემსახურება. ფუტკრის მომზადება დასაზამთრებლად. ფუტკრის გამოზამთრებისათვის ბუდეში იმდენ ჩარჩოს ტოვებენ, რამდენსაც ფუტკარი ფარავს. დაზამთრებისათვის ბუდის მოსაწყობად სკიდან იღებენ მცირე თაფლიან ჩარჩოებს, რომლებსაც ინახავენ გაზაფხულზე გამოსაყენებლად. ბუდის შუაში არ უნდა დავტოვოთ ისეთი ჩარჩო, რომელზედაც ჩასხმული გადაბეჭდილი თაფლის ქვეშ არსებული ცარიელი უჯრედებიდან ბარტყი არ გამოჩეკილა. ფუტკარი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ისეთი ჩარჩოებით, რომლებზედაც იქნება როგორც ჭეო, ისე თაფლი. არ შეიძლება ასევე ჭეოთი მთლიანად გადავსებული ფიჭის ჩადგმა ბუდის ცენტრში, სადაც იგი გამოიწვევს გუნდის გაყოფას და იმ მხარეზე, სადაც დედა არ მოხვდება, ფუტკრის დაღუპვას.
დასათფუნებლად ტეხარსა და სკის კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში საფარტილოზე სახურავის ქვეშ ათავსებენ ბარიშებს, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბამბა, საფეიქრო წარმოების ნარჩენები, ხავსი, აგრეთვე ჩალა, ბურბუშელა, მშრალი ფოთლები, ნახერხი და სხვა. თუ ფუტკრის ოჯახები სუსტია და ფუტკარი სამხულთ ჩარჩოზეა, ორივე გვერდიდან ათფუნებენ. სკებს დგამენ ისე, რომ დილის მზის სხივებმა ბუდის წინა კედელი გაათბოს. თუ საფუტკრეში ყავს სადადარიგო დედები, ისინი უნდა შევინახოთ ჰორიზონტალურ წოლელა სკებში, ერთმანეთისაგან გამყოფი ტიხრებით და ცალ-ცალკე საფრენებით, რომლებიც ერთმანეთს კარგად გაათბობენ, ხოლო უფუტკრებს დარჩენილ თავისუფალ სივრცეს საბულდაგულოდ ათფუნებენ. ამბობენ, რომ თუ კიოდესმე დედამიწაზე ფუტკარი გაწყდება, კაცობრიობაც აღარ იარსებებსო. იმისათვის, რომ ეს დრო არასოდეს დადგეს, საჭირო ადამიანმა ისწავლოს არა მხოლოდ ფუტკრის რესურსის გამოყენება, არამედ მისი სწორად მოვლაც. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ. გამოგყევით Instagram-ზე, შემოვერთით ჩვენს Facebook-ს, ვებგვერდს, მოусმინეთ საზოგადოებრივ რადიო 1-ზე სოფლის დილას, რადგან ჩვენ ვართ თქვენი გზამკვლევი წარმატებისა.